ჩვენს გადაცემაში 4 წლის ყველაზე სწრაფი ბავშვი მოვიდა. და სწრაფი იმიტომ არის, რომ 4 წლის განმავლობაში შეძლო ესწავლა ჯერ, რა თქმა უნდა, ლაპარაკი, შემდეგ ცურვა, სიმღერა, ხატვა, იოგა, რუსული, ინგლისური და გახდა ინფლუენსერი. მოკლედ შეეგებეთ, ჩვენი სტუმარია ნუცა გონაშვილი. მოგბრძანდით დედა რა სილამაზე. ვაიმე, ვინ ყავს ეგა? აი აქ დაჯექი და ეს რა არის? მანქანა გამოუშვიათ ეგ. რა? დედა რა საყვარი, ვინ არის ეგა? დასვი. მოვიდეს აქა. ეს გამარჯობა, როგორ ხარ? კარგად. შესანიშნავი აპლოდისმენტები. ორი ადამიანი მოგბრძანთ. ეს ადამიანია თუ ზღვის გოჭია? ზღვის გოჭი. კი, რა ქვია ამას? კუზა. კუზა. შესანიშნავი არის. მე მგონი მოწყენილი არის ცოტათი კუზა. თუ ჯერ ვერ გაიგო სად მოვიდა, ახალ ადგილას არის. მე მაგის მერე უნდა ხელები დაიბანო. ამის მერე ხელები უნდა დაიბანო აუცილებლად, მაგრამ მე ჯერ არ დავიბანო. ორი მყავს. ორი ყავს? კუზა და მეორეს რა ქვია? ლიზა. კუზა და ლიზა. ლიზა სად არის? არ წამოვიდა? დღეს არ მცალიაო თუ რატო არ წამოვიდა? სარატოვშია. სარატოვშია? შენ საიდან ჩამოხვედი? სარატოვიდან. სარატოვიდან. და რამდენი ხანი მოდიოდით იქიდან? დიდი ხანი. ხო, ესე მოდიოდით. არ დაიღალა კუზა და ლიზა? არ, ლიზა იქ არის პრინციპში, კუზა არ დაიღალა გზაში. არა, აქ ვიყიდეთ ეს. ეს აქ შეიძინეთ და ამას არ უმგზავრია. გადარჩენილი ვართ მეგობრებო, ანუ არ დაღლილა კუზა, როგორც მივხვდით. კარგი, ეხლა რა მაინტერესებს? შენ ასეთი მე მივდიოდი, მე ცოტა სასტუმროში მივედი, დავიძინე და მე კიდე გავიხუჭებდი, გავაგრძელეთ გზა. აჰა, წარმოგიდგენიათ, ესე იგი სასტუმროში დაიძინეს, მე გაიღვიძეს და დიდი გზა გამოგივლიათ და აი ესეთი ლამაზი ადამიანი გვესტუმრა ჩვენ გადაცემაში. აპლოდისმენტები მოეკუთვნის ამას. მოკლედ, ნუცა არის ძალიან ცნობილი ადამიანი. ალბათ ყველას გაქვთ ნანახი, აი ეს ცნობილი ვიდეო, როდესაც ის ძაღლს ეფერება. ყველას აქვს ხო ნანახი ეგ ვიდეო? ჩემო ჭკვია, ნო, ჩემო ლამაზი, ჩემო ჭუჭურო. გიყვარს ცუგა? ხო საყვარელი? თვითონაც მაიმუნობს. მაიმუნობს, ხო? მაიმუნიც ცუგა არის. დიდია ძალიან. დიდია ძალიან, ხო, პრინციპში დიდია. ველოწმევთ ხოლმე. მე ველოწმევ. გარეთ ცხოვრობს, თავისი სახლი აქვს? კი. ეზოში აქ გალია. დიდი გალია და თავში სახლი აქვს. იკბინება? არა? შენ უყვარ ხარ ხო ძალიან? სუგეფერება, ხო? შენ გიკმენს. მე ალბათ მეკბენს მე. ასე მით უმეტეს შენ თუ მოგეკარე დარწმუნებული ვარ, უბრალოდ კი არ მეკბენს, შემჭამს კიდეც მამი. არ შეგეცოდები? თუ მიხვალახავს და ხელს თუ ჩაუყოფილში. ხელს თუ ჩაუყოფ და კიდე თუ გალახავ, კიდე კი მე ნახავ რაც დაგემართება ადამიანი. შენ რა მინდა ისე კითხო, რო გაიზრდები შენ? ეხლა რო გაიზრდა, ვინ უნდა გამოხვიდე მითხარი? ბალერინა. ვინ უნდა გამოხვიდე? ბალერინა. მოგწონს ბალეტი ძალიან? დავდივარ. სალტოში დავდივარ მე ბალეტს. ბალეტზე დადიხარ, მამა? ეს არის ძალიან მაგარი. ჯერ სცენაზე არა, მე ზაფხულზე სცენაზე უნდა ვიცეკვო. აუცილებლად, აბა ისთვის არის. კიდე რამეზე დადიხარ? კი. აბა რაზე? ვოკალზე. რაზე, მამა? ვოკალზე. ვოკალზე? ანუ მღერი შენ? საოცარი, სიმღერაც ვიცით, რა მაგარი ამბავია. შენ ვიცი რომ ცურავ, ხო? მართლა? ისეთ ცურვაზე დავდივარ, ჯერ სხვა ცურვაზე გადავედი. სხვა ცურვაზე გადახვედი? ისეთი ცურვა, სადაც ჯერ გიმნასტიკა არის ზალაში. ჯერ ტანვარჯიში არის დარბაზში? მე წყალში ვაკეთებ გიმნასტიკას. სინქრონულ ცურვაზე დადიხარ უკვე შენ? საოცარი. უბრალოდ კი არ ცურავს, სინქრონულ ცურვაზე დადის უკვე. შესანიშნავი ამბავია ეს. მერე იცი რა არის? ცურვა, როდესაც გინდა, მე ვიცი რომ კარგი ამინდი ჭირდება აუცილებლად. ზაფხული უნდა იყოს და უნდა ცხელოდეს, ხო ასეა? ოღონდ გარეთ არ ვაკეთებთ შიგნით სახლში. და როცა თოვლი იყო, მაშინაც გვივლია. რა ურას ამბობ? შენ გარეთ გიცურავია თოვლში? კარგი, ნუ მატყუეთ. მართლა? მე რო ცივა ძალიან? არ გცივა?
მომიყევი ერთი როგორ არის ეგა? მინუს გრადუსზე ვიყავი გასული კუპელნიკში. რამდენი შვილო? -2 გრადუსზე ვიყავი კუპელნიკით გასული გარეთ. თოვლი იყო. დედაჩ, -2 გრადუსში. მშობლები სად არიან შვილო შენ? ვისთან ერთად ხარ მოსული მითხარე აქა? დალისთან ერთად. ვისთან? დალისთან ერთად. დალისთან ერთად ხარ, გამარჯობა დალი. არ მატყუებს ნამდვილად? დიახ, უბრალოდ -20 გრადუსზე ubანავია გარეთ. 20 და არა 2. კიდე უარესე, რას ერჩოდით ბავშვს? ვაკაჟებ. ანუ გაკაჟებისთვის არ გციო და აი პირველად როგორ მოხდა მითხარი, როდესაც უცებ გადაწყვეტე რომ სიცივეში გაიხადე და ისე გადიხარ გარეთ გოგო? ვაიმე, ხო შეიძლება გავგიჟდე მე. მომიყევი რა როგორ ხდება ეგა? ამციოდა. საერთოდ არ გციოდა? და თუ წყალში ჩავიდე, თუ შემჩივიდე წყალში, ეგლევე წყალში გჩავარ. ანუ ზემოთ რო შეგწევდება იმისთვის რომ გათბე წყალში ჩახვალ, ხო? გესმით? არა, გაიგეთ რა თქვა? და ღმაში შემიძლი. ღრმაში, ანუ შენ ღრმაშიც ცურავ, ხო? და პატალებიშიც. ჯაკუში ცურავ. ჯაკუში ყველა ვცურავ თქვათ. ჯაკუში ეხა ჯაკუში და სითბოში და წამოგორებული რო ხარ, მაგას რა ჯობია, მაგრამ -20 გრადუსში მე მაგალ შენ ძალიან მაგარი ხარ. აი ძალიან მაგარი ხარ. შენ და ან ძმა თუ ყავს? დედის ერთა ხარ? ალე მეყოლება. გიყოლება? ვინ უნდა ყავდეს? იცი უკვე ვინ დაგეყოლება თუ ძმა? და შენ მე რომელი- ძმა. ესე არის დაგეგმილი, ესე იგი ჯერ დაიქნება და მერე ძმა. ესე იგი ორივე გინდა შენ. კარგი სურვილია. ბაღში დადიხარ? კი. კი, კაია ბაღი? კი. დაქალები ყავს, მეგობრები ყავს? კი. ბიჭები უფრო მეტი ყავს მეგობრები თუ გოგოები? გოგოები. გოგოები, კი, ბუნებრივი არის. მერე ისინი რას ამბობენ შენ რო ასეთი ლამაზი ხარ? გეუბნებიან რომ ლამაზი ხარო? კი. არ გეუბნებიან რომ ნამდვილი დედოფალი ხარო? არ გეუბნებიან ამას? არა, ესენ ლუსები არიან. რა ვიცი, კი ბატონო, გავიგე. მაგრამ მოდი მე გეტყვი რომ შენ ნამდვილად ხარ დედოფალი და ხარ ყველაზე ლამაზი დედამიწის ზურგზე. ხო კარგად გითხარი? ხო ეკუთვნის ნამდვილად. და ხო ხარ შენ დედოფალი? დედოფლის წყალიდან ვარ წამლმოშობით. აი გეთ რა შეა საქმე? ეს დედოფალი, იმიტომ არის რომ დედოფლის წყაროდან არის წარმოშობით. აი თურმე რა შეა საქმე? აქ ვინ არიან მოსულები შენთან მითხარე? მეგობრები. აბა ვინ არიან მეგობრები, სად არიან რომ ხელი დაუქნიოთ? გამარჯობათ მეგობრებო, საკმაოდ მოზრდილი მეგობრები ყოლია შენ აქ მოყვანილი. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მოაცილეთ და მე რო გააცილებთ, ისე იმიტომ რომ ასეთ სილამაზის მარტო დატოვება ნამდვილად არ შეიძლება. ეხლა იცი რა უნდა ვქნათ ჩვენ? იცი რომ საჩუქრები უნდა მოგცე? ნამდვილად იცი? გიყვარს საჩუქრები? ხო და მაშინ მოდი შევხვდეთ პირველ საჩუქარს, რომელსაც მოგვიტანს ფაგიო. აი, ნახე როგორი მაგარი ვინმე მოვიდა ჩვენთან. ეს არის სპეციალურად ჩვენთვის საჩუქარი. აი ეს გამოართვი. ამაში დევს ფაგები, რომ არასდროს გაცივდე, რაც პრინციპში შენ არ გემუქრება, იმიტომ რომ -20 გრადუსში ხარ გარეთ, მაგრამ მაინც -20 გრადუსის მიუხედავად, რომ არ გაცივდე და არანაირი ინფექცია არ დაგემართოს და არ შეგაწუხოს არანაირმა ინფექციამ, უნდა მიიღო ფაგები დედამ იცის ფაგიო. და ახლა მობრძანდება ლოკომოკოს ლომი. ნახე რა საყვარელი ლომია. არ იკბინება ეს ლომი. აი ეს შესანიშნავი საჩუქარი შენ. თქვენს წინაშე გახლდათ ნუცა დედოფალი გონაშვილი.